ვიცი, ფარფატა, შვენიერი კაბაც მაქვს. 1, 2. მზად ვარ. რომ არ მოეწონოთ. ბაკამ რომ დამცინოს. იქნებ არ მინდა. კიდევ ხომ არ მემეცადინა. უი, სკოლაში მაგვიანდება? აღარ მოდიხარ? ძილის გუდა, სკოლაში წასვლის დროა. აღარ მოდიხარ ძილის გუდა? ყველას გვეშინია რაღაცის. ვიღაცები აგვიანებენ. ვიღაცებს ჩაეძინათ. ბაკას, სხვას ვის უნდა ჩასძინებოდა? სიმამაცე შიშის მართვა და არა მისი არარსებობა. ბაბი, შენ რისი გეშინია? მე არ ვიცი. ბაკას კითხე. ფიქრობ საყვარელი საქმის კეთებაც დიდ გამბედაობას მოითხოვს. არა, პირველი გაკვეთილის წინ მეც ძალიან ნერვიულობდი, რადგან მარცხის მეშინოდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა მეგობრებო, რომ შიში უნდა მართოთ და ვაკეთოთ ის, რაც გსურს და გვიყვარს. მე ბაბი, შიშიო, მართვაო, ხომ გაიგე? თქვი და დაგვასვენე. მოკლედ, ხვალ კონცერტს მართავ. ჩემი პირველი სოლო კონცერტი ამფითეატრში ჩატარდება. ხო, ყველას გეპატიჟებით. სულ ეს იყო. ხო, მოხვალთ. რაო? რა კონცერტიო? ბაბი, აქამდე რატომ არ მითხარი? მე მაგას გვიმალავდი? რა მაგარია? ნამდვილი კონცერტი. ფაფტას გავიკეთებ. ჩვენს გადავიმარცხე და კიდე რა გავიკეთო? ჩიდო, ეგ ჩემი დღიურია. უი, ხო, მართალია. ავსტრალიაში რა დროს იყავი? უი, ხო, რა დროს ეგ არის? წავედით. უამრავი საქმე გვაქვს. დებიუტი. ბუნდომლად მახსოვს ჩემი პირველი გამოფენა. კი, მაგრამ ბაბი, ასე რატომ გწვენია? პირველი სოლო კონცერტი მშვენიერი და აღმაფრთოვანებელია. შენ ჩვენს გაოცებას აუცილებლად შეძლებ. უბრალოდ ღელავს, სულ ეს არის, აფორი აქებულია. მეც ასე არ ვიყავი ფრენას რომ ვსწავლობდი. ნუ ღელავ, ბაბი, შენ მშვენიერი მოცეკვავე ხარ. კონცერტი, ხო, ამფითეატრში კონცერტია. იცით, მე მინდა არაფერი, მართალია, არაფერია სანერვიულო. მაინც ვერ ხვდები. აქამდე რატომ არაფერი მითხარი? იმიტომ რომ არ გითხარი, უკვე ხომ იცი. რა მნიშვნელობა აქვს, ბაკა? ბაბი, ჩვენ მზად ვართ ყველაფერში დაგეხმაროთ. კონცერტი. შენი ბანტი მშვენივრად გამოიყურება და საერთოდ ძალიან მაგარი მოცეკვავე ხარ. ბაბი, იცი მე როგორ ვამაყობ შენით? მე მგონი მზად ვარ. მუსიკა. უდავოდ ნიჭიერია. უდავოდ. იუჰუ! ულალა! მაგარია! ეს რანაირი ცეკვა? მე უნდა წავიდე. მორჩა, წარმოდგენა დასრულებულია. მაგრამ ბაბი, შენ ხომ ასე კარგად გამოგივიდა ყველაფერი. არცხი ვის არ მოსვლია? ბაბი! ბაკა, ეს რა ჩაიდინე? სად წავიდა? სად გაიქცა? ბაბი! მე არ მინდოდა. ჩვენ ხომ სულ ასე ვართ. არა, მე რაღაცას ვიტყვი, ბაბი იცინის, ის იტყვის,
მე ბაკა, როგორ ვერ ხვდები? ბაბის ძალიან უნდა და მისი წარმოდგენა მოგწონებოდა. მას განსაკუთრებით შენი რეაქცია აღელვებდა. სწორედ ამიტომ არ გითხრა არაფერი. და ამიტომაც ნერვიულობდა ასე ძალიან. გონი დროა ბაბის მოსაძებნად წავიდეთ. ეს სულერური კაფა ჩავიცვი, ეს სასაცილო ბანტი გავიკეთე და ეს ამ პუანტების ბრალია ყველაფერი. საერთოდ არ შემძლებია ცეკვა, ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ეს კარგი გაკვეთილია. ბაკა, ხშირად ვერც კი ხვდებით, როგორ შეიძლება ვაწყენინოთ მეგობარს გაუცნობიერებლად. მიდი, დაელაპარაკე. არავინ იცნობს ბაბის შენზე უკეთ და არავის შეუძლია მისი დამშვიდება შენს გარდა. კი, მაგრამ რა უნდა ვუთხრა? მე ყველაფერი ჩემი ბრალია. არ ვიცი როგორ დაველაპარაკო. მხოლოდ ის უთხარი, რასაც ფიქრობ. ბაბი, შენ ყველაზე კარგი ბალერინა ხარ. მათ შორის, ვისაც ვიცნობ, ყველაზე კარგი. წარმოდგენა რომ ჩავშალე, შენ არ მითხარი ეს რა ცეკვაო? მე არც დავფიქრებულ ვარ, რასაც ვამბობდი. ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. წარმოდგენაც მშვენიერი იყო და შესრულებაც უბადლო. მე ხომ წავიქეცი და შენ ამიტომ გაიცინე. მე ვიხუმრე და იმაზე არც მიფიქრია თუ გეწყინებოდა. არც იმას ფიქრობ, რომ ცეკვა არ შეგიძლია. შენ ძალიან კარგი მოცეკვავე ხარ და ყველაფერი შეგიძლია, რასაც გულით ინატრებ. მართლა, წამოდი, მაყურებელი გელის. მეგობრებო, არაფერია მარცხში საშიში და სამარცხვინო. წარმატებას ვერ მივაღწევთ თუ შეცდომები დაგვაფრთხობს. დაცემის შემდეგ წამოდგომის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.